ბავშვი პატარა აღარ არის რუსიკო. რო კითხავენ, სად გინდაო, შენ როგორ ფიქრობ, რა სიტყვის, ჩვენ რამე გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენთან უნდოდეს ყოფნა? 12 წლის გოგო, რა იცის რა არის მისთვის კარგი? მაგას გეუბნები სწორედ. საჭიროა არგუმენტაცია, რომ დაამტკიცო, რომ ბავშვი თვითონ ვერ ხვდება თავისი მდგომარეობის სიტყვას. სკოლაში რაც მოხდა, ისი გამოძახილი გონია შენ. კარგი, ხა მაგას მე მომიხსნე რა. ხარა, როგორ გიждდება მამამისე, რატო არ გაგიждდება? რომელ 12 წლის შტერ გოგოს არ უხარია თავის ჭკუაზე სიარული და მთელი დღე სახში მარტო ყოფნა. არა ერთი მამამის კითხე რა, ან ქართულის ნიშანი თუ იცის, ან მათემატიკის. ის თუ იცის, კერძო გაკვეთილებს რო აცდენს. ბავშვს ჭირდება პატრონი. ნამდვილი პატრონი, ისეთი კი არა, კვირაში ერთხელ ჰამბურგერის საჭმელად რომ მიყავს. კარგი, წავალ მეთქი ავტოსთან გითხარი უკვე. როგორ დავიღალე? ამარ შემიძლია ამის გაცლება. ჯერ შვილი დამიღუყეს. ეხლა შვილი შვილს მიღუპავ. კარგი, რუსიკო, დავშვიდე რა. მე მინდა წყნარად და მშვიდად მოვაგვარო ეს საქმე. ბავშვის ფსიქიკაზეც ხო უნდა ვიფიქრო რა. ბავშვის ფსიქიკა დიდი ხანია საფრთხეშია. კარგი, დავშვიდე. მოდი წყალს მოგიტან. შენ რომ შვიდად იყავი სულ? რა გინდა რომ მითხრა? არაფერი. არა, თქვი. რას მეუბნები? გეუბნებოდი მაშინ მოცაზე. არ მომწონს როგორ გამოიყურება თქო. შენ მაშინაც ვამშვიდებდი. ხო. ჩემი ბრალი. მე არ მithქვამს. ჩემს მეზობელს ცურვა უნდა ვასწავლო. ცურვის სწავლებაზე ის კაცი გამახსენდა, რომელიც შარშანწინ ზღვაში დახრჩობას გადავარჩინა. ჰელენე დღემდე ნანობს, როგორ არ მქონდა მობილური, თან რომ გადამეღო, როგორ ამოყავს ზღვიდან ქალს გულწასული კაცია. და რა შვება ის კაცი? რა ერქვა? ამასობაში მისი სახელიც დამვიწყებია. სახელზე გამახსენდა, რა უცნაური სახელი ქვია ჩემი მეზობლის შვილს. ელანო. დედამ დაარქვა. დედა ალბათ გაიქცა. როცა ბავშვი ამბობს, დედა მყავსო, კაცი კი იმას ამბობს, უბედური შემთხვევა მოხდაო, ესე იგი დედა ძალიან შორს გაიქცა. არა და სულ არ გავს ისეთ კაცს, რომლისგანაც თავქუდმოღლიჯელი უნდა გაიქცა. და თან ისე, რომ შვილის წაყვანაც კი დაგავიწყდეს. ტორტი რა არის? იკისრე, კეიფი რამე. ამდენი ხანია გიძლებს კაცი და. ტორტით გინდა რო გამოხდე? ლადო, რა გამახსენდა იცი? გახსოვს ეკა ნამცხრებს რომ აცხობდა გასაბიკეთ 90-იანებში. ჩვენ შეუჭამეთ ერთხელ. მორიგეობიდან დაღლილები მივედით ლადოსთან. ეკას ამისოლს ნამცხრები ხონდა გამზადებული გასაყიდეთ და სულ შეუჭამეთ. სკოლის მოსწავლე იქნებოდი მაშინ. ისე შეძულდა ეკას ნამცხრები საერთოდ აღარ აწყობს. აბა რა იქნებოდა? გამოძახება ყოფის ჩიხისა მაღალი არტერი. 523 გისმეთ, მისამართი გაიმეორეთ. ვიმეორებ ყოფის ჩიხისავი. ყოფის ჩიხი ვიცი. ამიტომ ჩემი ცხოვრობდა მაგარი ქალი. ეგეთი ქალები აღარ არსებობენ. რა დღეს მკლავდნენ?
გეშინია მარო აქარავა. ეს ბიჭი ნერვიულობის დროს რატომ იცინი? შენზე მეცნდება, მარინა, შენზე. ქორწინების დღეს ვიღაც გადარეულს რომ დავჯახებოდი, ცოტო, არ ვიქნებოდი? აი მგონი ეს შესახვევი უნდა იყოს. არა. დიდი ხანი არ ყოფილა მამიდამისთან და მოსამბო ბიჭო, ჩემი მტერი წავიდა ახლა მამიდა ჩემთან. 94-ში გაყიდა აქ სახლი და თუნდაც 2002-ში გარდაიცვალა. შემოდი. მოხდით. გამარჯობა. გამარჯობა. რა გატირეთ ქალბატონო, ნუტირეთ? წნევა მაქვს, მაგრამ ახლა რა გიზომავთ? ნუ ნერვიულობთ? ხო, ვიცით, ნერვიულობის დროს წნევა ზემოთ იწევს. 170 მაქვს 100. 170, 100. თქვენი გაიზმჯეთ წნევა? მე თვითონ. კაი, ჩვენ კიდევ ერთხელ გაგიზომავთ მაშინ. გადავამოწმოთ, ხო? კარგი, და წამალი დალიეთ? არა მაქვს წამალი. თქვენ რა წამალი არა გაქვთ? აგი, როგორ არა? ისევ ის არა. ქალბატონო, წლების მარეგულირებლებს ვამ? არა მაქვს. ხშირად გაგვწნევა. ზავი ხშირად. ჩემი პენსიით რამდენი წამალი უნდა ვიყიდო? თქვენ რა არა გაქვთ წამალი? კი, როგორ არა? ერთი-ორი წამალი დამიტოვეთ კიდე. სწავლები აღრიცხვაზეა ქალბატონო, ასე ვერ დაგიტოვებთ. ამა რა უნდა ვქნა? სასტრაფოს იმიტომ ვიძახე. წამალი დამალევინო ჯერ ეს ერთია. რომ მოვკვდე, კარი შემომღები არ არის არავინ. მირჩევნია ისევ თქვენ ხელში მოვკვდე. აბა რა ვქნა? თაცმალი დამშვიდეთ, ყველაფერი კარგად. წავალ რაღაც წამლებს მოვიტან. დამშვიდეთ. მიბრაზდებიან ექიმები. წნევის გამო რატო გვიძახებო და აბა რა თქვენ არ მიჯავრდებთ ხო? მე რას ამბობ, როგორი გადავიხდი? შემი პროსიძა. პროცეი. დედა შემსულებოდა დაბრუნებაო. გერმანიაშია და ვერ მოწეს ხმას. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ იმედი ქონდა. აი ასე, ახლა ორივე ერთად იქნებიან.
აი აქ ჩემი ბებია და ბაბუა. მე ვერ მოვესწარი, მაგრამ ისეთი ლამაზები ყოფილან, არაჩვეულებრივი ლამაზები. არა, მაინც ასიამოვნარო გაიგე ბებია და ბაბუა ძალიან ლამაზები იყვნენ, ხო? საამაყოა. ხო ეთყობათ როგორ უყვარდათ ერთმანეთ. კი. ახლა თქვენ მკითხავთ, მეუღლის სურათი რატო არ არისო? ხო. ჩემი მეუღლე წავიდა. მე შვილი არ მყავდა და აბა მე ხوار შემაშტერდებოდა და წავიდა. არა მე თანახმა ვიყავი. მე გაუბრაზდი, მე მომივიდა ბრაზი ჩემ თავზე. რატო ერთი ბავშვი აგვეყვანა? ასე მარტო ხوار ვიქნებოდი ახლა. აქაც მარტო ვარ, იქაც მარტო ვიქნები. ახლა ჩემი მეუღლე იქ არის. მე ცოლშვილიც იქ იქნებიან და ასე. გარდაიცვალა? წელიწად ნახევარი. ვიფიქრე წავალ თქო, ჩავიცვი, მოემზადე. წავედი შუაგზიდან დავბრუნდი. ის აინტერესებს ახლა ჩემი ნახვა იქ. დასაჭიროა თქო და ვბრუნდი უკან. აი ეს პატარა გოგო, ახლა პატარა აღარ, დიდი გოგოა, მაგრამ აი კონსერვატორიაში სწავლობს პიანისტკაა. ახლა უკრავს ლისტის რაფსოდიას. ეს არის ჩემი ძმის შვილიშვილი. ჩემთან ხშირად ჩამოდიოდა, უკრავდა ჩემთვის. ახლა დიდი გოგო გახდა და ჩემთვის აღარცალია. ახლა ვისწალია ბაბუის დისთვის. ხოდას. ვაიმე ეს როგორ შეიძლებოდა? ვაიმე რატო შეწუხდით? არიტიროთ, არ ინერვიულოთ, შნევა აგიწევთ. ჩემი ბრალი. ვაიმე როგორ მწვენია რატო შეწუხდით ასე? დამშვიდით არა. აი ცოტა დრო რომ მქონდეს მჭადებს გამოგიცხოვდით. 15 წუთი მინდა. სად არის სამზარეულო? აქვე. აღარ დამჩა ფული. ტორტის ფული აღარ აქვს. შოთიკო. მას ესხერა 50 მარი. გიგეს. მოგო. რა თავი გაიგიჟე ვერ გავიგე რა. გაჭირვებული, პირველად ნახე. თუ ბებიები ყოველ 15 წუთში რომ ტყუილად იძახებენ სასწრაფოს წნევის გამო. ამაყუდე. მეთქი რას აკეთებენ? მართლა საყვარელი ხალი იყო დაჭერდი ხარა. ძალიან გავდა ბებიაჩემს. წარმოუდგენლად გავდა ბებიაჩემს. ოხ მარინა რა. ქორწინების დღე მაქვს და იმიტომ აქვს გული აჩუყებული. კაცო მე ის კი არ მithქვამს. რატომ შეგეცოდათ? მეც ყველა მეწოდება ვისთანაც მივდივარ. მაგრამ ყველას რომ წამალზე და კიდრზე და პომიდორზე გავეგზავნო, ჭადები გამოვაწყოთ, არ მოგიგია. ვიცი. ხმა თვალები. ძალიან გავდა ბებიაჩემს. აი ძალიან კარგი ქალია. გავაჩერო ტორტებთან? გაჩერდი. სახლის გზაზე ვიყიდი. მარინა. შოთა კვარაცხელიაზე ვიფიქრე. რა იფიქრე შოთაზე? შოთამ რო ხელი დაგადოს მუხზე, მე რა ვქნათ, რამდენი პროფაილი ჩავშალოთ? არ დამადებს. ვიზეც გინდა გააკეთე, გინდა შოთა კვარაცხელიაზე და გინდა შოთა რუსთაველზე. მეთვის ბოლოს ნორმალური მასალა უნდა მქონდეს რა. გავარკვე უბრალოდ თბილისშია თუ არა. ანუ ჯერ არც გაგიგია, ისე უბრალოდ მობოდე ხო რაღაც? ხო. ამნა მომისმინე. შენ ვაჟა ხომ ერიქთან ინციდენტის გამო ის და ძალიან გამაბრაზდა და ნუ ცდილობ ხა რა. არ ვცდილობ, უბრალოდ ვარიანტებს გთავაზობ. მოკლედ მასალა მქონდეს თვის ბოლოს, საინტერესო კარგი მასალა.
დებო, რატო დადიხარ? წიგნი ხომ მოგეცი? ხო, კითხულობდი. უბრალოდ ეხა სიარული მომინდა. აი წიგში რაღაც რომ მომეწონება ხოლმე, ესე ვდგები და დავდივარ. რა ადგილი მოგეწონა? აი წვიმა რო გადაიღებს და ურსულა რო სიკვდილისთვის ემზადება. ესე კი ამთავრე. ხო. მერე მოგწონს? და შენ იგუანას კვერცხი გასინჯული გაქვს? აი მეც მაგის გასინჯვა მომინდა მარკესი რო წავეკითხე. იგუანას ერბო კვერცხის. გამხარ ძალიან. ჯერ არა, ჯერ სახში მივიდეთ, მამას მიუსწროთ, თორემ მე სამსახურში წავა და ვეღარ ნახავთ ხვალამდე, კაიდა? დე მამის მინი. ხო გინდა რომ მამას სიურპრიზი გავუკეთოთ? კი. ხო, ეხლა მაშინ სწრაფად იარე, კაიდა? მე ბერნაკის გიკეთი, ხო? აი, წავედით. თემო! სანდრო! ლუკა! ლუკა! სად არის სანდრო? რა ვიცი მე სად არის სანდრო? მამა არ მოსულა? არ მოსულა და მაცადე რა. ალო თემო კომარინა შეხვედრაზე ვარ გადმოგირეკავ რა არ ცალია მალე მოხვალ სახში სანდრო სადა ხარ? რა იყო? სადა ხარ? კამიშასთან. რა გინდა? ძალიან გემრიელი ტორტი მოვიტანე. ტორტი? ჩემი და მამიკოს ქორწინების 20 წლის თავია დღეს. აუ რა ტორტი დედა, კაი რა. მოდი მალე სახლში. აი ხო, მოვალ. ტორტი არ გინდა? აქ თუ მომიტანე და ისე არ მინდა.
წამოდი და ერთად ჭამოთ. მე და შენ. მათ არ დავერვებდეთ. აქ თუ მომიტან მინდა თქო და ისე არ მინდა ვა. ისე წამო. I see that you are bleeding. Can see that it's not your blood. Clearly see that you are lying. Can't you see that I'm not saying anything to others? 'Cause I love you more than anyone else. So don't you ever dare and lie to me. 'Cause I know you better than anyone else. So don't you ever dare and lie to me. So don't you ever dare and lie to me. So don't you ever dare and lie to me. თემო სათხარ? ამაგვიანდი. აკვეზე ვარ, დათეთი რა. სათხარ? აი ყმარი. იჯება მხოლოდ და გამოვხდები საქმე. გაიწი რა, რა მოგივიდა. დღეს ჩვენი ქორწინების 20 წლის თავია. აუ. დღეს 27. 28. 28. ხო. ილოცა, არ მოიწი. Everybody's looking at you. You were the one who's supposed to say truth. You were the one we were waiting for. Mom! So don't you ever dare and lie to me. Какая сахара? Абы если сулы выше. Don't you ever dare and lie to me. 'Cause I know you better than anyone else. I see that you are bleeding. I can see that it's not your blood. Clearly see that you are lying. But can't you see that I'm not saying anything to others? 'Cause I'm აუ ცოტა დაბალი. ამას უყურე ერთი რა. კაი, ორი ყუპი რა მოხდა? ორი ოღონდ ცოტა. ვერსო ხო ხედავ რა გინდა დაანებით რა. დაისვარე? აჰა. აუ რუსიკოა. რუსიკო? მითხარო სახში ხარ და არ ნერვიულობს რა. აი მაგას ხო ისედაც გაიგე. არა იღო მაშ. არა ავიღებ თორემ. აიღე მიდი აი. არა. აუ კიდე დამალევინა რა თქმა. არა მორჩა ეხა. გეყოფა. რა გინდა რას მოყოლოს? დაგალევინო?
მაგოცე დაგლევა. არა. მადლობა. ნახე.